ეს არის მეოთხე რიგითი გადაცემა, ჩემი საავტორო გადაცემა ზაზა ხატიაშვილთან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ არასამართლიან სასამართლოზე, რომელიც ადგილი აქვს საქართველოში. გადაცემას ზუსტად გვია სახელი არასამართლიანი სასამართლო და ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც წინ დგას სამართლიანი სასამართლოს პირობებში. ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ ძალადობრივი მეთოდით სამართლიანი სასამართლოს პრინციპი საქართველოში არ არსებობს, ვინაიდან არ არის პოლიტიკური ნება. სამართლიან სასამართლოს ჭირდება პოლიტიკური ნება, ამის პოლიტიკური ნება არც ერთ სახელმწიფო ხელისუფლებას არ ჰქონია, რომელიც ზვიად გამსახურდიას შემდეგ მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში. სამართლიანი სასამართლოს უფლება ეს არის ყველა ადამიანის უფლება, როცა საქართველოს ხელი მოაწერა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას, ჩვენ მოქალაქეებმა ვიფიქრეთ, რომ კონვენციის მე-6 მოკლედ სამართლიანი სასამართლოს უფლება გავრცელდებოდა ყველა მოქალაქეზე, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ დღითი დღე უფრო გაუსაძლისი ხდება სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დამკვიდრება საქართველოში. ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ სასამართლო სისტემას კლანური მმართველობა უწოდა. ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოს სასამართლო სისტემას უწოდა პოლიტიკური მართლმსაჯულების ორგანო, რაც არის ქვეყნის განვითარებისთვის სავალალო. მე ვფიქრობ, რომ დღეს საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოგვივა, ვინაიდან ერთ-ერთი საუკეთესო იურისტი, ადვოკატი ბრძანდება დღეს ჩემი სტუმარი, ბატონი მამუკა აიაშვილი, რომელიც 2017 წელში ჩემთვის საამაყო ჩემი თავმჯდომარეობის დროს გაწევრიანდა ადვოკატთა ასოციაციაში და მე მახსოვს მისი პირველი ნაბიჯები, რომელიც დაკავშირებული იყო ბრძოლასთან, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდეს ადვოკატი იმ სისტემას, რომელიც ცდილობს, რომ ადვოკატი გაანადგუროს და წაართვას ყველანაირი საშუალება იმისა, რომ ადვოკატმა იბრძოლოს სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის. მამუკა, მოგესალმები, დიდი პატივია შენი მოწვევა დღეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სწორი ნაბიჯები გადადგი, როცა შემოხვედი ადვოკატთა კორპუსში და ყოველთვის დგეხარ იქ, სადაც უნდა იდგე, ყოველთვის დგეხარ ადვოკატის უფლებების დაცვასა და რაჯოზე. მე არ მახსოვს პროტესტები, რომელიც ეხებოდა ადვოკატის უფლებების დაცვას, ადამიანის უფლებების დაცვას შენს გარეშე ჩატარებულიყო და მისასალმებელია, რომ აი ადამიანი, რომელიც თავისინებით ტოვებს პოლიციაში გამომძიებლის თანამდებობას და მიდის ადვოკატთა კორპუსში და მაშინვე ხდება ადვოკატთა უფლებების დამცველი, ეს არის ძალიან სამაგალითო და მისასალმებელი ფაქტი. ასევე სამაგალითოა, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში მამუკა აიაშვილი ყოველ დღე დგა რუსთაველზე და იბრძვის იმისათვის, რომ საქართველოს კონდეს უკეთესი მომავალი და რა თქმა უნდა ჩვენ იურისტები ვფიქრობთ, რომ თუ სამართლიანი სასამართლო არ იქნა ქვეყანაში, საქართველოს წინსვლა არის გამორიცხული. მამუკა, მე მაინტერესებს, აი პირველი კითხვა იქნება ჩემი, აი რას ფიქრობ, რატომ არ არის ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო, რა უშლის ხელს საქართველოში სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დამკვიდრებას, რა უშლის ხელს საქართველოში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილების დამკვიდრებას, რომელიც განსაზღვრავენ როგორ უნდა იყოს სამართლიანი სასამართლოს პრინციპი და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი კოლეგებისთვის, იურისტებისთვის, არაიურისტებისთვის თქვენი აზრის მოსმენა. გისმენთ, თქვენი ხედვა სამართლიანი სასამართლოს თაობაზე. ნამდვილად მოგესალმებით პირველ რიგში ბატონებსა და მივესალმებით თქვენ სტუდიას და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა თქვენი მხრიდან მიღებული, რომ დაგეწყოთ ესეთი სატელევიზიო ციკლი სამართლიან სასამართლოზე. მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ თუ იურისტებმა არ გავუმარტეთ თუ რა უბედურებაშია ქვეყანა და თუ რა საფრთხე ემუქრება თითოეულ ჩვენგანს არასამართლიანი სასამართლოთი, არ მევაწოდით ამ მოცემულობაში თავის დაცვის ელემენტარული მექანიზმები დამრწმუნეთ, რომ ძალიან გაჭირდება. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ თვითონ ადვოკატებს გვიჭირს ჩვენი უფლებების განხორციელება სრულყოფილად კლიენტის შეშმარიტი ინტერესებიდან წარმოდგენილი გაქვთ, თუ რა დღეში იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქე
რომელმაც არ იცის ელემენტარულად იურიდიული სამართალწარმოება, არ იცის პროცესი, მისთვის უცნობია თუ საიდან დაიწყოს დავა საკუთარი უფლებების დაცვისათვის და ამ დროს ის როგორც ყრუ კედელი ისე ეჯახება სწორედ ამ სასამართლოს სისტემას. პირველ რიგში მინდა ბატონო ზაზა მადლობა გითხრათ იმ სიტყვებისთვის რა სიტყვებითაც თქვენ დაიწყეთ დღევანდელი გადაცემა, როდესაც ახსენეთ ჩვენი ეროვნული გმირი, ჩვენი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდია დიახ. ეს იყო ადამიანი, რომელმაც საქართველოს აღუდგინა დამოუკიდებლობა და საქართველო დააბრუნა თავის ისტორიულ საწყისებზე. დიახ, სწორედ საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების 1991 წლის 22 დეკემბრიდან დაწყებული სამხედრო კრიმინალური გადატრიალება, რომელიც დასრულდა 92 წლის 6 იანვარს, იქცა ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად იმისათვის, რომ დღემდე ვერ მოახდინა საქართველოს ამ უმართლობის ჭაობიდან გამოსვლა. მე ხელთა მაქვს მაშინდელი გარდამავალი პერიოდის კონსტიტუცია 1978 წლის 15 სექტემბრის, რომელიც მაშინ შესული ცვლილებებითა და დამატებებით ნამდვილად მოერგო ქართველი ხალხის ინტერესებს იმ დროისათვის და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლება აუცილებლად შეძლებდა სამართალი დაებრუნებინა ხალხისათვის. კი, ვიცით, გადაიდგა. იმიტომ რომ ის იყო ეროვნული ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ბატონო ზაზა, ჩვენ ვიცით რა ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები, მოკლედ შევეხები ამასაც, რომ 2025 წლის 5 სექტემბერს აღდგა კანონიერი ხელისუფლება, მინისტრთა კაბინეტი ბატონი გურამ აფსანძის მეთაურობით და მათი თეორიული მოქმედებები და მუშაობა მიმდინარეობს იმისაკენ, რომ როგორღაც ის ხარვესი და ის უფსკული, რაც იქნა აღმართული ქართველ ერსა და საერთოდ სახელმწიფო და სამართალს შორის, როგორღაც იურიდიულად იქნეს ამოვსებული და ვამაყობ იმით, რომ ამ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მეც შევდივარ და ჩემი პატარა წვლილი შემაქ ამ სამართლიანობის აღდგენას. ეხლა რა არის ბატონო ზაზა, რატო ვამბობთ ამას, რომ ვერ ხერხდება და ვერ მოხერხდა ეს უფლებების განხორციელება. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საიდან მოვდივართ, ხო? ჩვენ მას შემდეგ რაც მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველოს დაკარგა საკუთარი დამოუკიდებლობა, ჩვენ მოვეკეცით რუსული სამართლის გავლენის ქვეშ და ფაქტობრივად არ მოგვეცა საშუალება ისე როგორც დასავლეთის ცივილურმა ქვეყნებმა გაიარეს გზა საკუთარი თითოეული ინდივიდის უფლებების დაცვის მიზნით, ვიცით, თუნდაც იგივე შრომითი უფლებების დაცვისათვის ბრძოლა, მათი სამოქალაქო უფლებებისათვის დაცვა, ჩვენ ვერ მოგვეცა საშუალება, რომ შეგვექმნა ეს სამართლიანი სასამართლო სისტემა დამოუკიდებლად ჩვენ და ჩვენი რაც ქონდა შექმნილი, ფაქტობრივად გაგვინადგურეს და მოხდეს. მე მაქვს აი წამოღებული ამ მონაწერი მომიტყვიან ამ პროცესისათვის. მაგალითად, რა მოხდა მე-19 საუკუნეში, აი რატო აჯახდა ქართველი ერი და აქ მაქვს აი კახელების პასუხი, როდესაც აჯანყების მიზეზი კითხა პაულიჩმა და მიუღეს, რომელიც კაც მწუხარება და საჩივარი კონდის კარზე არ მიგვიშვიან. კარიდან გამოგხრიან და კიდევ გცემიან წადით ბევრი თეთრი მოიტანით და არზა ისა შემოიტანეთო. ჩვენი სამართალი ახხოცილი იყო და ბევრი თეთრის მისებით ჩვენ სამართალს ვერ ვიშოვიდით, თუ ვიჩივლებდით რას მესწეთ. ერთი ღორის საჩივარი უნდა გქონოდა ამთენ ხას დაგვაგვიანებდის და ორს იმის ფას დაგვახარჯინებდის და ვერც სამართალს გამოვიტანდით. გეცნობათ არა ბატონო ზაზა? როგორ გავს მე მინდა გაგახსენო ვასო გუძიაშვილის უკვდავი სპექტაკლი, რომელიც მან დადგა ძველი ვადებილები, სუსტად ეს პროცესი აღწერილი, როგორ ძალადობდა რუსული სისტემა ქართულ სამართალზე. დიახ, და სწორედ ეს იქცა ბატონო ზაზა, ნახეთ, აი აქედან ვერ გამოვიდა. ქართული სამყარო სამწუხაროდ ჩავრჩით ამ რუსული სამართლის პრინციპებში და ნახეთ რა ხდება თელს ევროპულ ქვეყნებში არაერთი განვითარებული ბუნებითი სამართლის სკოლის ფუძემდებლები იყვნენ, რომლებიც სამართალს ადამიანის გარშემო ატრიალებდნენ და მათთვის ადამიანი და სამართალი იყო ძირითადი. ბევრს გონია, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება კანონზე დაფუძნებული გადაწყვეტილებაა. მე ვფიქრობ, რომ თლად ეს ისტორია არ არის, იმიტომ რომ კანონები ახლა შელოეთ კორეაში არსებობს, ბატონო ზაზა და შელოეთ კორეის გადაწყვეტილება ახლა როგორ შეიძლება სამართლიან გადაწყვეტილებად მეიღოს, ხო? იმიტომ რომ ყველაფერი რაც საქართველოს მიდის ახლა ისეთ კანონმდებლობის შემოსავებისაკენ, რომ როგორც ჩრდილოეთ კორეაშია ჩვენ უნდა ვილოცოთ ჩვენ ხელისუფლებაზე. ეს არის სამარცხვინო ფაქტი. მამკა, მე მინდა ერთი რამე გითხო.
აი როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მოვიდა სანამ რეჟიმი გახდებოდა თქვენ გახსოვთ დაახლოებით 250 პოლიტიკური პატიმარი გაანთავისუფლეს პარლამენტის აქტით და აღიარა საქართველოს პარლამენტმა რომ საქართველოში პოლიტიკურ ნიშნით მიდიოდა ადამიანების გასამართლება როგორც რა თქმა უნდა დღეს ხდება აი მე მინდა პარალელი დავაკავშირო როდესაც ეს ხალხი გამოუშვეს მე მაშინ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გამოვდიოდი და ვამბობდი რომ ყველა ის მოსამართლე და პროკურორი თუ არ დაждდა საბრალდებო სკამზე ვინც ეს პოლიტიკური განაჩენები დაუკვეთა და სასამართლო ნორმად ბეჭედი დაარტყა როცა ივანიშვილის ხელისუფლება გახდებოდა რეჟიმი და მას დაჭირდებოდა ჩვენ მივიღებთ ანალოგიურ პროცესს აი მე მინდა აქედან გამომდინარე კითხოთ როდესაც საქართველოს ხელისუფლება აღიარებს რომ პოლიტიკური პროცესები ამ ქვეყანაში მიმდინარეობდა და მოსამართლებს და პროკურორებს ტოვებს სისტემაში და ასევე მინდა აი წავიდეთ ჩვენ ძველ ერთაღრიცხვამდე როცა როგორ ხდებოდა ეს როდესაც მოსამართლე უკანონობას ჩაიდენდა მაგალითად მოდი აი ხამურაბის კანონებზე ვისაუბროთ როდესაც მოსამართლე ჩაიდენდა უკანონობას აი აქ როდესაც პარლამენტმა თქვა რომ მოსამართლე უკანონობა ჩაიდინა და ეს მოსამართლეები მამუკა დააწინაურეს უზენაეს სასამართლოში გადაიყვანეს ეს მოსამართლეები ვინც პოლიტიკურ განაჩენების მიღებაში მონაწილეობდა და წინა საარჩევნო დაპირება ქართული ოცნების რომ აი ჩვენ მოვალთ და ეს დამთავრდებოდა მე ვფიქრობ რომ დღეს ორმაგად ხორციელდება ვინაიდან ძალიან ბევრი სინთეზის პატიმარის დიდი მხარდამჭერი ბრძანდებით თქვენ აი ივანიშვილის რეჟიმი ავიღოთ და შევადაროთ ჩვენ ძელთაღრიცხვამდე ხელისუფლებას ივანიშვილის რეჟიმმა დააწინაურა მოსამართლე რომელმაც პოლიტიკური განაჩენი გამოიტანა და აი ხამურაბის დროს როგორ ხდებოდა შენ ძალიან განათლებული კაცი ხარ და იცი ეს ყველაფერი ხამურაბის კანონებში დავიცავე საკურსო ნაშრომი როდესაც პირველ კურსზე ვიყავი და ბატონზაძე აი მე თქვენი სიტყვები ეგ მახსოვს როდესაც ადვოკატი ხდებოდი და თქვენთან ვიყავე გასაუბრებაზე არასოდეს დამოვიწყდება თქვენი ნათქვამი სიტყვები რომ როდესაც 250 პოლიტპატიმარი ყავს ადამიანს და მეტი და ამ დროს ხდება ამ ფაქტის აღიარება და არც ერთი მოსამართლე დასჯა არ ხდება მაშინ ახლა იმ მომენტისათვის ახლა რომ მე დამწყები ადვოკატი ვიყავი და ესე ზედმეტად არ ვიყავი ჩახედული ამ საქმეებში და როდესაც მე თვითონ შევიწყე ალბათ შე რომ პოლიციელი იყავი მე რომ გამოვდიოდი ალბათ გეგონათ რომ ეს კაცი რა უნდაო ხო არა არ მალავ ბატონზაძე მართლა იმიტომ რომ მე ფაქტები რაც ნახე გაუგნებული ვიყავ მე უბრალოდ რა ნახეთ როგორი რაღაცა გამიჩნდა იცით შიშის განცდა და რაღაც რომ შევძლებ კი მე ანალოგიურ სიტუაციაში როგორც თქვენ შეძელით იმ რომ დადგეს მეთქი აი ესეთი მოცემულობა რაც მოუწია ბატონზაძეს მუშაობა და მოღვაწეობა შევძლებ კი დავიცვა თამამად ვინმეს ინტერესი აი ახლა შენ შეძელი და ძალიან მიხარია რომ აი მაგარი ადვოკატი ხარ აი ნახეთ ხამურაბს შევახსენეთ ამონარიდია ხამურაბის კანონებიდან 280 შევადაროთ ბიძინა ივანიშვილი ნახეთ რა ჩვენ ძელთაღრიცხვამდე ხალხი როგორ აზროვნებდა და ივანიშვილი როგორ მოძრაუნებს დიახ მე-17 საუკუნეზეა ჩვენ ძელთაღრიცხვამდე ხალხო ნათქვამი და საუბარი და ესე არის ახალი ქართულით არის გადმოტანილი რა თქმა უნდა თუ მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს მაგრამ მოგვიანებით გაირკვევა რომ ის მცდარი იყო ძიმე მან 12 ჯერ მეტი უნდა გადაიხადოს ვიდრე ბრალდებულმა და მოსამართლის უფლებას სამუდამოდ დაჰკარგავს ამას წერს ჰამურაბი ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-17 საუკუნეში და დღევანდელობაში ყველა უკანონო გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე არის დაწინაურებული მე არ დამოვიწყდება ერთ-ერთი მოსამართლის ასეთი ჩანახატი მართლმსაჯულებათა კანონში რას ამბობს რომ ჩემზე ზემოქმედებდნენ. რო ზემოქმედებდნენ, მე შენზე არ იღებდი ამ გადაწყვეტილებას. და თუ იღებდი ამ გადაწყვეტილებას, რაღაცო გაქვს პრეტენზია, რომ გააგრძელო ეს მოსამართლეობა და შედარებულად თუ აგრძელებ ამ მოსამართლის ფუნქციის შესრულებას, ვინ მოგცა იმის ფუნქცია და იმის უფლება, რომ ეს მანტია რითაც შეგმოსეს შენ მოსამართლე, იმიტომ კი არ ჩაგაცვესო რაიმე დაუშვათ ჩემზე ადამიანური აღმატებულობით გამოირჩევოდი. არამედ იმისათვის რომ იყო უნციკლო და ეს მანტია უნციკლობასთან ასოცირდება, რომ შენ უნდა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც
იქნება სამართალზე დაფუძნებული. აი მე მაქვს აი ქართველი კაცის ნათქვამი, როგორ აფასებდა ქართველი კაცი ამ სამართალს, სამართლით ამოთხრილი თვალიც არ მეტკინება. და აქ საუბარია სწორედ სამართლიან გადაწყვეტილებაზე. იმიტომ რომ მარტო კანონი არ არის მათრახი, რომელიც ადამიანს შეიძლება ურტყა და იმიდან გამოდენო შენთვის სასარგებლო მისაღები გადაწყვეტილება. შენ მოგცა ფართო სპექტრი კანონმდებელმა იმის, რომ ცივილურ ქვეყანაში თუ თვლი რომ კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ის დააყენო წარდგინება კონსტიტუციური და შეიტანო და აიდაო. მაგრამ შეიძლება დღეს ვინმე ითქვას, რომ ამ სასამართლოში ასეთ ამას გააკეთებ. ჩვენ ყველა ვნახეთ გუშინ გადაცემა, ხო? სადაც იყო თეთრი წყაროს რაიონული მოსამართლე ბატონ ვლადიმერ ხუჭევა მოწვევით და მან ასეთ რაღაცა თქვა, რომ ყველაფერი იქნება თუ ხუვილი, თუ არ იქნება სამართლიანი დამოუკიდებელი სასამართლო. კარგია ბატონ ვლადიმერ, ამას ამბობ. მაგრამ ნახეთ ახლა რა ხდება. ეს მარტო სიტყვებად არ უნდა კონსტიტუციის ენაზე სასამართლო არის დამოუკიდებელი. თვითონ მოსამართლეებმა უნდა გაიგონ, რომ დამოუკიდებლები არიან. თუ მოსამართლემ ვერ გაიგო ეს, რომ დამოუკიდებელია თვითონ და თვითონ მოსამართლე გახდა სისტემის ძევალი. ეხლა რატომ აი მე რამოდენიმე წუთის წინ ვამბობდი, რომ პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო აქტი და აღიარა, რომ ქვეყანაში იყო პოლიტიკური მართლმსაჯულება. იმის მოსამართლეები და პროკურორები დატოვა. იმათ ყույცი აქვს დანაშაული აქვს ჩადენილი. და რა თქმა უნდა. და ისინი ხო ადამიანს შეჭამენ ეხლა ხელისუფლებას თხოვს, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ ავაწყოთ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ყველა ის ადამიანი, რომელიც რეჟიმს ემსახურებოდა, სასამართლო სისტემიდან უნდა გავიყვანოთ და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის პრეცედენტული გადაწყვეტილებები უნდა იყოს საფუძველი, როგორ იყო, უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო. მე ერთი კითხვა მინდა დავგვისვა. აი მაგალითად არის ეგეთი გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, მე ხშირად ვამბობ, იმიტომ რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი ვანდერჰურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩამოყალიბდა და იქ სასამართლოში თქვა, რომ სასამართლო არ არის ვალდებული ყველაფერი დაასაბუთოს თავის განაჩენში, მაგრამ ძირითადი მტკიცებულება, რომელსაც ითხოვს დაცვის მხარე, მოსამართლე ვალდებულია დაასაბუთოს თუ რატომ უარყო ეს მტკიცებულება და გაიზიარა საპირისპიროდ პროკურორის მტკიცებულება. აი მე მინდა გითხრათ თქვენ პროკურორი და ადვოკატი თითქოს და არიან თანაბარი უფლებებით აღჭურვილი. თითქოს და მოსამართლე მათ სიტყვას აფასებს თანაბრად. როგორ ხდება პრაქტიკაში? მამუკა, აი შენ როდესაც ხარ პროცესზე და გააქვს თითქმის 100% აი მტკიცებულება, რომ ბრალდებული გაამართლო. მოსამართლე ამ მტკიცებულებას აფასებს, როგორც ეს ევროკონვენციის მე-6 მუხლით არის დადგენილი. ნახეთ, აი ძალიან მტკივნეულ საკითხს შეეხეთ და მე მინდა ვაი პრაქტიკაში როგორ არის ეს კითხვა. მაგალითად, რუსთავის საქალაქო სასამართლოში, ერთ-ერთი უმძიმეს სისხლის სამართლის საქმეზე, ჩვენ ფლობდით მტკიცებულობას, რომელიც მოვიპოვეთ კანონიერი გზით და მოწვევ გადმოგცა ჩვენთან გასაუბრების შედეგად ვიდეო ჩანაწერი ლაზერულ დისკზე. აღნიშნა, რომ ამ ლაზერულ დისკზე ჩანაწერი განს გაკეთებული აქვს მისი პირადი მობილური კომუნიკაციის საშუალებით და საჭიროების შემთხვევაში, თუ კი იქნება წარმოდგენილი სასამართლო განჩინება, მაქვს საფუძველი იმისათვის, რომ ხო, მოგაწოდეთ ამას სასამართლო განჩინების საუბარი. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. და მტკიცებულობის საერთოდ ამოგვირიცხა მტკიცებულებთან ნებისმიერ. თურმე ადრე ვერ გამოკითხეთო ეს პიროვნება. ბიჭო, როგორ უნდა გამოგეკითხა? მაგალითად 10 რიცხვში მაძლევს მომართავს განცხადებით და 10 რიცხვში მოპოვებულ მტკიცებულობას მაძლევს. და ამ დროს წინა სასამართლოს ხდომა იყო დაუშვათ პირველ რიცხვში. მე 10 რიცხვში დამისიზრებოდა ამ მტკიცებულობის მოპოვება ანის თუ კი ვერ მოიპოვებდა. აი ანალოგიურ სიტუაციაში თქვენ გქონიათ ალბათ პროცესები, როდესაც პროკურატურა ჭირდება მტკიცებულების წარდგენა. და მოსამართლეები რა გადაწყვეტილებას იღებენ? საერთოდ ახალ პრეცედენტებს იგონებენ, ხო? რა თქმა უნდა, ეხლა ბატონო ზაზა პირდაპირ გეტყვით, ეხლა მაგალითად
იყო ესეთი, იცით ის გახმაურებული ერთი ლარად ბინების სიმბოლურ ფასად, რომელშიც დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული, თორე უბრალოდ მოქალაქეები ამ ხოლა აფიორას ვერ დადგამდნენ და გააუბედურეს 1000-ობით მოქალაქე და 100-ობით მოქალაქე მიიყვანეს ლამის ნერვიულობისაგან სიკვდილის ფასზე. აი ესე დავით კურტანიძეა მოსამართლე, ვიტყვით ამამად არ შემწხვება. მტკიცებულობა გამიცვალა პროკურატურამ ბრალდების მხარემ და აქ რა იყო? ახალმა მტკიცებულობებმა წარმოშვა აუცილებლობა გამოკითხულიყო უკვე ახალი მოწმეთა წრე. ანუ დადგენილიყო, რომ ის ვიდეო კადრებში გავრცელებული ინფორმაცია, რაზეც მაგალითად ჩანდა სავარაუდოდ ჩემი ბრალდებული, თვითონ რას აკეთებდნენ, იყო თუ არა, ერწმუნენ თუ არა ამ მოცემულობას და აქედან გამომდინარე რა, დაახლოებით 16 ფურცელი მაინც დავწერე, შუამდგომლობა საგამოძიებო ვადის გაგრძელების, იმიტომ რომ 2 დღით ადრე გადმოგვეცა ეს მტკიცებულებები, ჩვენ რომ მე სხვაგვარად აბა როგორ უნდა მოვიპოვო მტკიცებულობა თუ არა, საგამოძიებო მოქმედების განხორციელებით და იქნება მოწმეთა გამოკითხვა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ასე შემდეგ. და მოსამართლემ ფურცელი ნახევარი დამიწერა. არგუმენტები არ აქვს მითითებული, რის საფუძველზეც უნდა გაგრძელდეს საგამოძიებო ვადა. მეცაც გეტყვით ბატონო ზაზა. აი მე სანამ მეტყვი ერთ კითხვა მაქვს. თქვენ რომ წახვიდეთ ახლა იუსტიციის საბჭოში და მოსამართლის წინააღმდეგ შეიტანოთ საჩივარი. ნორმა არსებობს ახალი ცვლილებებით, რომ მოსამართლე შეიძლება დასაჯო? მე რატო გეკითხებით, ცვლილებები შეიტანეს და იქ დაწეროს, რომ თუ მოსამართლესო შინაგანი რწმენით საფუძველზე გამოა გადაწყვეტილებაო, უფლება არა გვაქვს ჩვენ მოსამართლე დავსაჯოთ. ესეთ უყურე, თქვა მოსამართლემ დაწერა, რომ მამუკ აიაშვილი არის რომის იმპერატორი და შინაგანი რწმენით დაწერა. ანუ ეს არის სასწაული. ელემენტარულად საქართველოში სასამართლოს მისცეს ყველაფრის უფლება, ჩემი აზრით, ოღონდ რეჟიმს ემსახუროს, რომ მოსამართლეს ვერ შეეხები. აი ბატონო ზაზა, ნახეთ, მე მოვიყვან ერთ კონკრეტულ მაგალითს, აი ადმინისტრაციული საქმიდან, იცით რომ ამ რეჟიმმა დაიწყო სამწუხაროდ მე ძალიან განვიცდი, რომ ამ პროცესებში, ამ უკანონობის პროცესში ჩართული იქნა ჩემი ყოფილი კოლეგები, პოლიციის თანამშრომლები და ისინი აქციეს მძევლად, ამ სისტემამ ფაქტობრივად აქცია მძევლად და ბიჭებს იმისიც არ აქვს გაფიცნობიარებული, რომ სამოხელეო დანაშაულზე 15 წლიანი ხანდაზმულობის ვადაა და ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში იმ განხორციელებულ ქმედებაზე 15 წლის განმავლობაში მოთხოვენ პასუხს და ფაქტობრივად აუძილებენ სრულ მოწმეს როლი შეასრულონ ადმინისტრაციული აი რაზე იძახი ახლა უკანოდ რო აკავებენ ხო? ხო, რა თქმა უნდა. ბავშვი ტროტუარზე დგომის და მანამდეც კიდე იცით რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციის მიმდინარეობისას დაიწყეს არამარტო ჯგუფური ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული 225 ცეცხლსამართლოს კოდექსის 275 მუხლით დაკავება არამედ 173 მუხლით რომ როგორმე მე ამოეცნოთ ეს პირები და მიებათ ამ საქმეებზე და შეეკარათ მას. მე ვიცნობ ბატონ გიორგი კუხალეიშვილს, რომელიც 5 შვილის მამა, რომელიც დიასპორის მინისტრია დღეს საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების ძალიან პატრიოტი კაცი და ნახეთ ის ასრულებდა თავის მოქალაქეობრივ ვალს ღამით მომავალი ქუჩაში 11 დეკემბერს დააკავოს. გადაუდგენ წინ პოლიციელები და ფაქტობრივად ერთის თელი ღამის განმავლობაში ვერ მოახერხეთ დადგენა. აი 11 საათზე დააკავეს. თელი ღამის განმავლობაში ვერ დავადგინეს, სად იყო? ვის ყავდა ბატონო ზაზა, ლოცულობდი რომ დასისხლიანებული არ მენახა და ნახეთ რა ხდება. მტკიცებულებები ხო რა მიზეზის კი არ იცოდა კაცმა რა მუხლით იყო დაკავებული, როდესაც შევედი უკვე დავადგინე რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ყავდათ. დაიწყო შიმშილობა. იმისათვის რომ ეს მტკიცებულებები გადმოცემულიყო და ამ უკანონო დაკავებას აპროტესტებდა და არის ესეთი მოსამართლე ლელა მილდენბერგელი, რომელმაც მესამე დღეს განიხილა, თან ნახეთ რა გააკეთა პოლიციამ, გააგზელეს კიდე დაკავების ვადა. ფაქტობრივად არ ვერ მოხდა დაშვება ამ საქმესთან დაკავშირებით და შემდგომ სასამართლო განხილვისას, ოდესაც პროცესი შემოვიდა, მაშინ გავიგეთ პირველად რომ 173 იყო ადმინისტრაციული სამართალთა კოდექსის 173 მუხლით და განუმარტოთ მხარეს მაყურებელს რომ ეს არის პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა ადმინისტრაციული წესით და აქ წამოაყენეს კონკრეტული ქუჩა დაასახელეს, სტრასბურგშია ეს საქმე გაშვებული და იმედია მიიღებს სტრასბურგის სამართლიან გადაწყვეტილებას და კონკრეტული ქუჩაზე ასახელებენ, რომ აი ამ ქუჩასთან მოვდიოდით, დავინახეთ ნიღაბში მოქალაქე,
გადმოვედით ჩავიცვით ქურთუკები, წარმოუდგინეთ პირადობის მოწმობა და მან თქვა და მოგმართა უცენზუროდ ლანძვაგინებ ჯერ გონივრული ეჭვმეღმა სტანდარტს მაინც დააკორდი დასაკუთრებულ ვარავის თავი დაანებე ხალხს აჩვენებენ დამტრეულ ზოლებში დამტრეულ ხალხს ნახეთ ხო ის სამარცხვინო კადრები როდესაც გუგონო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე თავით ფეხბურთი ითამაშეს გუსლით აკენწლა მერე წიხლი ამოარტყა და რომელი გონიერი გაბედავს და ვიღაცას რაიმე შეურაცხყოფას მიაყენებს თან მარტო და აქ ყველაზე საშინელი მომენტი რა იყო ჩემთვის იცი ბატონო ძაძა როდესაც მოსამართლეს დაუყენე შუამდგომლობა რომ მომეცი საშუალება შიმშილობ და ერთი დღე გადადე რომ მოვიდეს აზრზე რომ მე ხომ მას უნდა გავესაუბრო დღეს ვნახე პირველად აი ეს მასალები რომ აი ამ კონკრეტულ ქუჩაზე მოხდა ეს დაკავება ისინი სარგებლობენ საჯარო მოხელის კეთილსინდისიერის პრინციპიდან გამომდინარე რომ საჯარო მოხელი არ მოიტყუება მაგრამ შენ ხომ ამბობ ამას მე ხო გავასაჩივრე უკვე სიტყვაზე ეს ქმედება დაკავება პროკურატურაში ხო მე ხო სადავო გავხადე კეთილსინდისიერის პრინციპი მომეცი საშუალება გონივრული ვადით და გონივრული ვადას რას ვითხოვდი ბატონო ზაზა ერთი დღით გადადებას რომ გავსულიყავი ქუჩაში დამეთვალიერებინა კამერები და შემდგომ დამეყენებინა შუამდგომლობა იმისა რომ მომეპოვებინა მტკიცებულება ამავე დროს მოწმეთა გამოკითხვისას როდესაც ხედავ რომ წვერით არის პიროვნება მოსული ხო როგორც პოლიციელი რომელიც ძალიან კარგად ფლობ ჩემ სამსახურ თავისკებაში არ ჩამოვთვალ ძალიან კარგად ვიცი კანონი პოლიციის შესახებ ფორმის ტარების წესი და ასევე 2013 წლის ხასხაბძანება ეთიკის კოდექსი რომელიც ქცევის ინსტრუქცია არის თითოეული პოლიციისათვის რომ შეუძლებელია ხა წვერიანი მოშვებული ფორმა რომ არ ეკნებოდა მას და იდენტიფიცირებული ნიშნები რომ არ ეკნებოდა და პირადობის მოწმობას რო არც გაუშლიდა წინ ეს რა თქმა უნდა გონივრული ეჭვ ბადევდა რომ იქ სხვა რაღაცა მოხდა სხვა ღონისძიებები განხორციელდა ის იყო ცრუმოწმის ჩვენების საფუძველზე დაკავებული არ გადამიდო პროცესი და რა დააწერა იცით რომ ვერ ასაბუთებსო საკუთარ მოთხოვნას მეტი როგორ უნდა შენო შეგეძლო რომ წასულიყავი და დაგეთვალიერებინა წინასწარ ეს ადგილი ბატონო ზაზარო მასალების გარეშე თუ კი ქუჩა კონკრეტული არ ვიცი კიო ხო არ ვიყავი აი ადრე პოსტსაბჭოთა სივრცეში რომ ილუზიონისტი იყო რომ საიდან უნდა დამედგინა მე სად იყო ეს პიროვნება სად მოხდა მისი კონკრეტული დაკავება როდესაც დაკავების კონკრეტულ ლოკაციას კი არა თვითონ იმას ვერ ვადგენდი სამართლებრივ საფუძველს მეცაც გეტყვით აი ახლა მოხდა ამას წინათ უკვე როდესაც ქართველ ერს აიძულებენ ფეხის წვერზე იდგეს ტროტუარზე და 31 დეკემბერს ჩვენ ნახეთ რომ თლიანად დაუკეტა დაუშვათ მიგრანტებმა მე მიგრანტების წინააღმდეგი კი არა ვარ და მათ უფლებების დამრღვევად კი არ მინდა თავი წარმოვაჩინო ამბობ კონკრეტულ ფაქტს რომ დაუკეტეს თლიანად თავისუფლების მოედანი დაუდგეს ფეირვერკები ისტროლეს ვერც კი გაბედეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და მითითებების მიცემა და ამ დროს ფეხის წვერებზე ატარებენ ქართველ ერს ტროტუარებზე და სისხლის სამართლის საქმეებს უხდრავენ თუ კი მეორადია და მეორად ეს არის ივანიშვილის ზიზღი რასაც მე ქართველი ერის მემართ ქართველი ერის მემართ ჩემი აზრით ასეთი ზიზღით გამსჭვალული მართველი რომელსაც ქართველი ერი ეზიზღება ბიძინა ივანიშვილის მეტი, რა თქმა უნდა, სააკაშვილის რეჟიმი იყო, ის უბედურება იყო, მაგრამ ის ადამიანი რა ნაბიჯებსაც გავს, მე მაგალითად აზრი მიჩნდება, რომ ამ ადამიანს ქართველი ერი ეზიცხება. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ამ ქვეყანას გვეღირსება ჩვენ, რაღაც ახალი ზვიად გამსახურდია, ძალიან რთულია ამ საქართველოში რომ ვიპოვოთ, მაგრამ თუ გვეღირსება მიახლოვებული ეროვნული ხელისუფლება, აი ეს ადამიანები, ხო? რომლებმაც საქართველოს ისტორიაში უაღრესად ბინძური როლი ითამაშეს სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების სფეროში, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, ეს ადამიანები რა თქმა უნდა დაჩნდნენ საბრალდებო სკამზე. მე მინდა ერთი რამე გაგახსენო, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო გახარია, მე მასში ხშირად მიწოდნენ ტელევიზიები და მე ვთქვი, რომ გახარია აუცილებლად დაჯდებოდა საბრალდებო სკამზე, რატო? ეხლა გმირად ყავთ გახარია იმ ხალხს, რომელიც მის პლაკატებს აფურთხებდა და ხევდა და იქ თვალახვეული იმებს აკეთებდა, რა ქვია, სურათებს და ძეგლებს. გახარია თვალხარია. ხო, თვალხარია. უყურე რა ხდება? მე ვთქვი, რომ ის თურქეთის წინააღმდეგ არის მეთქი გადაწყვეტილება, რომელიც გეუბნება, რომ არ შეიძლება რეზინის ტყვიები ადამიანს მოხვდეს პირდაპირ მიბჯენით. მხოლოდ შეიძლება
უკიდურეს აუცილებლობის დროს უნდა იყოს რეზინის ტყვი ასხლეტილი ასფალტიდან. ეხლა უბრალოდ რა მიგვირთიცე? რა თქმა უნდა ევროსასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. მე უბრალოდ ვავკითხვას, ამან ეს დანაშაულო ჩაიდინა, სავარაუდო დანაშაულო, რადგან ჯერ კანონიერ ძალაში არ არის შეცვლილი, თუმცა ევროსასამართლომ თქვა, რომ ეს იყო ძალის გადამეტება და ძალის გადამეტება ჩვენ კანონმდებლობით ეს არის თანამდებობრივი ამოცილების გადამეტება. შემდეგ ეს ადამიანი ივანიშვილმა დააწინაურა პრემიერ-მინისტრი გახადა. მე ვავკითხვას, გახარიას წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება. ივანიშვილი, რომელმაც სავარაუდოდ ჩემი აზრით განახორციელა ისეთი ქმედება, რომელიც აშკარად მიუთითებს, რომ თანამონაწილე იყო ამ უბედურების, იმიტომ რომ ადამიანი დააწინაურა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვარ ვიცოდეთ, საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროპარლამენტის რეზოლუციები, ევროკავშირის ძალიან ცნობილი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ ამ ადამიანებში ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს არაფორმულურ მმართველობას და აი ამ ადამიანზე მინდა კითხო. აღმოჩნდა, რომ ორჯერ პრემიერად მობრუნებულ ადამიანს, რომელიც მეორედ დაგვასვა პრემიერად და მთელი სამოქალაქო საზოგადოება ამბობდა, რომ ადამიანები ეს მმართველობა იხარჯებოდა კორუფციაში. აღმოჩნდა, რომ თურმე ადამიანებს მილიონები ჰქონდათ სახში. ბიძინა ივანიშვილს სუფთაზე გამოთვრა, ხო? გახარია, რომელმაც თვალები დათხარა ადამიანებს, კიდე სუფრაზე გამოჩნდა, ხო, ბიძინა ივანიშვილი. და ეს ამ ადამიანზე თუ რამე სიტყვი, ესევე დაახლოებით 30, 50, 150, 500 ბოტი მოგესევა და გაგლანწყავს, როგორ გაპეტე და ივანიშვილი როგორ ახსენე, ხო? აი მე მინდა კითხო, როგორც იურისტი, თუ გახარიამ ჩაიდინა სავარაუდო დანაშაული, თუ ღარიბაშვილის სახლში მილიონები აღმოჩნდა, თუ ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა, ხო? უკვე აღიარა და ჩვენ მინდა ვთქვათ, რომ დამნაშავე ეს ადამიანი. ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის უდანაშაულო როგორ არის, იქ მაინტერესებს. ბატონ ზაზა, ეხლა ნახეთ როგორც ჩემი იურისტი, მოგახსენებთ ჩემს როგორც იურისტს, ასევე როგორც ყოფილი პოლიციელი, რომელიც გადამზადების სრული კურსი მაქვს გავლილი ჩვეულებრივად, რაც იყო პოლიციის აკადემიაში გასავლელი ამ კუთხით. პირდაპირ გეტყვით, რომ ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუს თუ წაიკითხავთ, ნახავთ მან მადლობა და რა განაცხადა, რომ ივანიშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ ღარიბაშვილი ღარიბაშვილი ივანიშვილს რატო უნდა დაეკავებინა თუ ნორმალურად. წარმოგიდგენია? ეს არის სასწაული. გამოდის ხალხი, ყოფილი ministrები დამობენ ივანიშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება. არც მალავენ, წარმოგიდგენია? არც მალავენ ხა. აგერ მაშინ თქვათ, კაცო, პირდაპირ მე მახსოვს თუ არ ვხვდები 2000 წელსში ეკლესიამ მას თუ არ ვხვდები თორელი გვარი მიანიჭა და თორელები იყვენო ივანიშვილებიო და წამოვიდეს მაშინ და დააждდეს ამ სამეფო დინასტიაზე რაღა ამ პრეზიდენტს რაღაცა საწვალებს კაცო და რაღაც უნდა და მართოს მაშინ და გვეწოდინება ჩვენ პრეტენზია ვისა უყუნ. ეხლა ნახე რა შეეხება ბატონ გიორგი გახარია. რა თქმა უნდა ხა მე უდანაშაულო პოზიციებს ხელმძღვანელობ, თუმცა ევროსასამართლომ დაადგინა. პირდაპირ გეტყვით ეხლა გახარიას დროს მე აღარ მიმსახურია 2015 წლიდან ბოლოდან წამოვედი. ნახეთ როგორ მდგომარეობა. არც ერთი პოლიციელი არასოდეს დაიჯეროთ ბატონ ზაზა რომ მინისტრის მითითების გარეშე რამეს ახორციელებს. პოლიციელი ერთი სული აქვს სახში როდის წავიდეს 7-ად წყნარად და მაქსიმალურად უცილობს რომ გაერიდოს ყველა ის უკანონო ქმედება რაც რიგითი პოლიციელის აი გინდა მაშინ გინდა ეხლა მე გახარია რატო ვახსენე იცი უყურე რომ ევროსასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება თორე ესენი ეხლა რასაც აკეთებენ აქჩერ მე თუ არ ეს აკეთებენ რა თქმა უნდა იმ გადაწყვეტილებებს ძირითადად უკან ხო ეს არის მითითება ზეპირი ვერბალური ფორმით რომელსაც იცი რომ ვერასოდეს ვერ დაამტკიცებ მაგრამ უბრალოდ ამ პოლიციელსაც უნდა კონდეს იმის ჭკუა განათლება რომ ის შენი სამოქმედო დოკუმენტაცია ერთხელ მაინც უნდა აიღო და გადაიკითხო რა ბრძანების შესრულება იკრძალება და გეკრძალება იმიტომ რომ არ დაგიჭირე როგორც პოლიციას მაგალითად ყოფილ პოლიციელი რომელიც სამართლებრივად საკმაოდ სერიოზულად მოაზროვნე ადამიანი ხარ თუ გიბრძანებდნენ რეზენის ტყვიად გამოიყენებდნენ როგორ გამოიყენებდნენ ეკოს ხაპარია და მომისმინე
თუ არ გიბრძანებდნენ პირდაპირ მიჯნით ეს პროტესტი. გამორიცხულია ბატონო, ნახეთ უყურეთ კანონი პოლიციის შესახებ არეგულირებს ამას 33 და 34 მუხლებია. ეს არის სპეციალური ფიზიკური იძულებისა და სპეციალური იძულების ღონისძიების გამოყენების წესია განსაზღვრული ამ მუხლებში და პირდაპირ წერია. როგორც აქ წერია, ასევე იმ რაც ვახსენე 2013 წლის 9/9 ბრძანება არის 31 დეკემბრის პოლიციის ქცევის ინსტრუქცია, რომელიც პირდაპირ გეუბნება იმას, რომ სპეციალური ღონისძიების ფიზიკური იძულების საშუალებებისა და სპეციალური იძულების ღონისძიების საშუალებები მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი. არ უნდა დაგჭირდეს ეს ყველაფერი და პოლიციის თანამშრომელი უნდა ფლობდეს დარწმუნების უნარს იმისათვის, რომ თუ ხედავ, რომ შენ ხდება უკანონო ქმედება, ხორციელდება უკანონო ღონისძიებები, ჯერ პირველ რიგში ცდილობ, რომ განსაზღვროთ გამოსადეგი, აუცილებელი და ლეგალური ეს საშუალებები, რომ მიზნის მიღწევა თუ აღარ შეიძლება ამ სპეციალური პოლიციის იძულების ღონისძიებით, უნდა შეწყვიტო ის და დაანებო თავი, აღარ უნდა განახორციელო. ხო, შეგახსენებთ ის რაც მოხდა, ტაქსისტების დაკავება რო დაიწყეს და დაჯარიმებები 200 ლარიანი ბათუმში და პოლიციის უფროსმა რო თელი ბათუმი გადააწვევინა ნახევრად 200 ლარიანი ჯარიმის გულობიზე, როცა კაცს არსად არ შეუძლია გაჩერება სხვაგან, ტაქსის ტრაფარეთს იმაშვები, მან ოჯახი უნდა არჩინოს, არა? და 200 ლარიანს უწერ იმის გულობიზე, რომ სადღაც გააჩერა ჯერ ესეთი შეფერხება როგორ შეიძლება მიიჩნიოთ, თუ კი გვერდისავლება აქცევა შეგიძლია. როგორც ახლა აკეთებენ ბატონო ზაზარო, მოძრაობის შეფერხება, ხალხის სამოძრაო ადგილი არის ტროტუარი და ხალხის მოძრაობის შეფერხებად რას მიიჩნევენ? მე არ ვიცი, მე მივწერე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს საჯარო ინფორმაციის გზით მოვთხოვე განმარტება, რას მოითხოვებთ, მოიაზრებთ მეთქი ტერმინში ხალხის მოძრაობის შეფერხება რა. სწორხაზოვნად რომ მიდის და გვერდისავლა რო დაჭირდება მეთქი, ეს მიგაჩნიათ შეფერხება თვით კი? პასუხი არ მოიწერე ესეთი რომ იხილეთ კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ, ხო? ეს არის უბედურება ბატონო ზაზარო. სწორედ მინისტრი რომელიც საკუთარი თუ დაუშვათ არავინ არ არის დაცული იმისაგან რომ რიგითი პოლიციელი გავიდეს ბრძანების მიღმა. ანუ ისიც ემოციურად შეიძლება დაიტვირთოს, ისე რომ მან შეიძლება ჩაიდიროს გადასტომ, მაგრამ მე როგორ შენ რო გაწიო შენ ვალდებულება რიგით პოლიციაში ქმედებაზე ხელმძღვანელი რო აგებს. პასუხს ეს პირდაპირ წერია ჩვენ ივანიშვილი არაფორმალური მმართველია და ვერ განიხილავს. ყველგან როგორ გინდა მიუსადაგო არა? არის ოცნების საპატიო თავმჯდომარე და რომელსაც აქ ის რა ქვია პირდაპირ მოვალეობა რომ წარადგინოს პრემიერ-მინისტრი ხო შეიცვალა იქ წესდება. და ყველაფერს თავი დაანებეთ ამ ხალხმა ბატონო ზაზა ჩვენ გვისაუბრია ამაზე და არღვია დღეს მოქმედი de facto კონსტიტუცია 1924 აგვისტოს 38 მუხლი და ფაქტობრივად პარტიულმა აქტივმა მოიწვია პარლამენტის ხდომ. ო ეგ არის ასწაული. უბრალოდ მე მინდა რა გითხრა იცით? აი თქვენი აზრი მაინტერესებს. აი მე ვსაუბრობ ხშირად როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი სამართლიანი სასამართლო. სამართლიანი სასამართლო, როდესაც ქვეყანას რეჟიმი მართავს, ეს არის ჩემი აზრით წარმოუდგენელი. აი თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სამართლიანი სასამართლო ამ ქვეყანაში გაჩნდეს. ანუ ეს ქვეყანა რომ სამართლიან სასამართლოს ვერ აშენებს რამოდენიმე ათეული წლების მანძილზე ეს ფაქტია და რატო იცით? იმიტომ რომ არავის არ უნდა ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო. ანუ აი ახალი ხელისუფლება მოვიდა. იგივეს გააკეთებს, იმიტომ რომ ხელისუფლება რო შეინარჩუნოს, მას ჭირდება არადამოუკიდებელი მორჩილი, ისეთი მოსამართლე, რომელიც აი თქვენ ახსენეთ, რომ ელემენტარულად ერთი დღით არ გადადებს სასამართლოს თომას იმისათვის, რომ ადვოკატმა მტკიცებულებას არ ადგენოს. ამიტომ აქედან გამომდინარე გეკითხებით. აი რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს სამართლიანი სასამართლო? ბატონო ზაზა, ნახეთ, თქვენ ძალიან კარგად იცით და ჩემზე ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ ამ კუთხით, რომ პოლიტიკური ნების გარეშე ეგ თქვით ჩვენ. ეს არის, მაგრამ მე ვთვლი და მიმაჩნია, რომ გამბედაობა უნდა იყოს თითოეულ იმ პიროვნებას, ვინც გახდა მოსამართლე, რომ იყოს ზეგავლენისადმი მედეგი.
ორგანული კანონის საერთაშორისო შესახებ მათ უწერიათ, რომ ერთ-ერთი მთავარი თვისება ეს არის ზეგავლენისათვის მედეგებოდა, აი ამ მონაწერიდან წამოღებული, რომ რასაჭიროა კანონები და სამართლის სწავლა თუ გამბედოობა არ აქვს მის შესასრულებლად. სამართალი და სამართლიანობა განსხვავებული ცნებებია, თუმცა თუ ადამიანობა არ იქნება მათი მაკავშირებელი ხიდი, სამართალი ვერადოსოდეს იქნება სამართლიანი. მე ვფიქრობ, რომ გამბედაობა და ადამიანობა უნდა იყოს ის ძირითადი მახასიათებელი, რითაც ჩვენ უნდა შევძლოთ და მივახციოთ ამ სამართლიანობას და რა თქმა უნდა მაქსიმალური საზოგადოებრივი კონტროლი იმისათვის, რომ მოხდეს ეს სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა და ასევე მე ვთვლი, რომ გადასახედია და სამსჯელოა ამას გაამართლა კი უადო მოსამართლეებმა. ჩვენ ვიცით, რომ გარდამავალი პერიოდის კონსტიტუცია 10 წლიანი ვადა იყო და მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ვადებში უნდა დავაბრუნოთ სასამართლო სისტემა. ჩემი აზრი ესეა ყოველ შემთხვევაში. მე ამას შეგეპასუხები და რატო? უადო მოსამართლე დანიშნა ის ძალიან კარგია, უყოდ მოსამართლე უადოდ არ უნდა დანიშნო, უნდა აირჩიო. იმიტომ რომ ის უნდა არ განშვალდებული იყოს ამომრჩევლის წინაშე და არა ივანიშვილის რეჟიმის წინაშე ან სააკაშვილის რეჟიმის წინაშე, რომელმაც ესა თუ მოსამართლე დანიშნა. ეს ჩემი შეხედულება, იმიტომ რომ მოსამართლემ თუ იცის, რომ ის ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე, მე ვფიქრობ, რომ ის უფრო დამოუკიდებელია ვიდრე ის, რომ კაბინეტში დაიმარო და უთხრა, რომ აი მე შენ მოსამართლე დაგნიშნავ, შენ თუ ამას გააკეთებ. ასევე ჩემი აზრით მე ვფიქრობ, სასამართლო უნდა გაიწმინდოს იმ მოსამართლეებისაგან, რომლებიც მხილებულნი არიან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებებში. აი მაგალითად დღევანდელი მოსამართლეები და ასევე ის მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იღებდნენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და რომელიც პარლამენტმა აღიარა, რომ მონაწილეობდნენ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში. ასევე ჩემი აზრით, სამართლიანი სასამართლო ვერ იქნება, თუ ეს საგამოძიებო სისტემა დარჩა ამ ქვეყანაში და ისეთი მონსტრი იყო, როგორც პროკურატურა. თქვენ კარგად იცით, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლება ვრცელდება არა მარტო სასამართლოზე, არამედ გამოძიებაზე. როდესაც სააკაშვილის რეჟიმის დროს 20, 30, 50 კაცი ნახულობდა კეთილ სიზმარს და პროკურორთან მირბოდნენ, რომ პროკურორო ბიძია მთელი ჩემი ქონება უნდა გაჩუქო, პარალელურად მისი ახლობლები, შვილები, შვილიშვილები, დეები, ძმები პოლიციაში იყვნენ დაკავებულები და თუ მათი ახლობელი ქონება სახელმწიფოს არ აჩუქებდა, ან ნარკოტიკებს ჩაუდენდნენ, ან გაანადგურებდნენ და აი ეს პროკურორები დარჩნენ თანამდებობაზე. ამ ადამიანებისაგან ჩემი აზრით გამბედაობა, თქვენ ახსენეთ გამბედაობა არ გამორიცხული, იმიტომ რომ თუ მოსამართლე მიცის, რომ პარლამენტმა მისი ქმედება მიიჩნია, რომ ის ახორციელდება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და ხელისუფლება მის დატოვა რაღაც განზრახვით, ხო? რაღაცის გაკეთების სურვილით და თუ ელემენტარულად ეს ადამიანი გამბედაობას გამოიჩენს და არ დაემორჩილება ხელისუფლებას, მაშინ ხელისუფლება ხედვის, რომ შენო პარლამენტმა გამოიტანა გადაწყვეტილებაო და შენ გაღიარეს როგორც პოლიტიკური მართლმსაჯულების ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც პოლიტიკური ნიშნით დააკავე ადამიანები. ამიტომ ჩემი აზრი მაგალითად, ხო, ეს ძალიან კარგია დამოუკიდებელი სასამართლოსთვის უადო დანიშნა, ოღონდ უადოდ ივანიშვილის რეჟიმმა და სააკაშვილის რეჟიმმა და ან გინდა მომავალი რეჟიმი იყოს არ უნდა დანიშნოს, უნდა იყოს საერთო არჩევნები, ძალიან გამჭვირვალე არჩევნები. მე ვფიქრობ, აი ჩემი აზრია, გენერალური პროკურატურა როგორც ასე თანამდებობა უნდა გაუქმდეს, პროკურორებს უნდა აეკრძალოთ გამოძიებაში ჩარევა და უნდა შეექმნას აი ფედერალური ბიუროს მსგავსი საგამოძიებო ორგანო, არც უსაფრთხოების სამსახურს არავის არ უნდა ჰქონდეს გამოძიება და უნდა ეს ადამიანი 10 წლის ვადით რომ ისა თქვა კანონში შევაცვლება და ფედერალური ბიუროს ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის უნდა მოხდეს არჩევა 10 წლის ვადით, უნდა იყოს ეს არჩევითი თანამდებობა. ყველამ უნდა იგრძნოს, რომ იგი ვალდებულია ხალხის წინაშე. სხვანაირად კი ბატონო, უყურეთ, ძალიან რთულია პოლიტიკური ნება არ არსებობს, ჩვენ თანხმდებით, სასამართლოს დამოუკიდებელ არის გამორიცხული. თუ ახალმა მოსამართლემ, რა ქვია, გაბედა, ხო? და გამოიჩინა გამბედაობა. აი ეგეთ გამბედაობა გამოიჩია თეთრი წყაროს მოსამართლემ, როდესაც არჩევნების დროს თქვა, რომ ეს არჩევნები არ ტარდება სამართლიანად, ხო? ასეთი გაბედული მოსამართლეები რო იყოს ამ ქვეყანაში, ძალიან კარგია, მაგრამ ეს არის ერთეულები. სანამ როდესაც საბჭოთა რეჟიმი დამთავრდა, ჩეხოსლოვაკიაში რა მოხდა, ხო გახსოვს?
ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა მოსამართლე და პროკურორს უნდა ეტოვებინა თანამდებობა, ვინაიდან ისინი რეჟიმს ემსახურებოდნენ. მე ამავე აზრის ვარ, ის მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს დაინიშნენ და ივანიშვილის რეჟიმის დროს დაინიშნენ და ემსახურებიან რეჟიმს, ყველა მოსამართლემ და პროკურორმა უნდა ატოვონ თანამდებობა და ჩვენ უნდა მოსამართლეები ავირჩიოთ. ალბათ, რა თქმა უნდა, თავიდან 100% ესაც არ გაამართლებს, იმიტომ რომ სამართლიანი სასამართლოს პროცესი ძალიან მძიმეა. დროში გაწელვადია, მაგრამ რაღაც ხო უნდა დავიწყოთ. აი თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? ბატონ ზაზა, ნახეთ ახლა რა მდგომარეობა არის. ახლა მე, როდესაც გამომძიებელი ვიყავი, ნახეთ რა ხდებოდა. ფაქტობრივად საგამოძიებო სამსახური არის შემოსული საქმეებით, განსაკუთრებით რაც ეს ოჯახურები დაემატა გადატვირთული. მე ვთვლი, რომ ვეთანხმები ამ არჩევითობას, უბრალოდ იმ არჩევითობაში გამომძიებელი რატო უნდა ყავდეს გამომძიებელს ზევიდან მიმართებელი პროკურორი. გამომძიებელი არ უნდა იყოს თავისუფლად და აბსოლუტურად და პირდაპირ გეტყვით ბატონ ზაზა, რომ ფაქტობრივად გამომძიებლის როლი არის მინიმალურ ზეთასული. მინიმალურია პოსტალიონია პროკურორის პოსტალიონია. ახლა მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემი თავარი სისუსტე ეს იყო, რომ ბეჭდვა არ მეხერხებოდა და თურმე რაც ვისწავლე და რაც ვიცოდი, ჩემი სისხლის სამართლის პროცესი, კოდექსი, ეს ყველაფერი არაფერი არ ყოფილა, თავარი ბეჭდვა მწოდნოდა. და დროზე და მორჩენილი ყავი იმ დაბეჭდას, იმიტომ რომ სანამ ერთი გვერდი დაუბეჭდე, მე ისევ ჩემი გამოძახება მოვიდა და ისევ მე მომიწია გასვლა გამოძახება. ამიტომ რას ვიძახე, იცით რომ გამომძიებელს რეალურად უნდა დაუბრუნდეს შერმისი ფუნქციები, მას უნდა შეეძლოს სისხლის სამართლის საქმე დააბრძვრა, სისხლის სამართლების დევნას და შეწყვეტაც. მას უნდა კონდეს ახლა თუ და ასევე უნდა გაიზარდოს ეს კრიმინალისტიკის სამსახური იმდენზე უნდა ავიყვანოთ, რომ გამომძიებელს თან უნდა და მიყვებოდეს ის და გამოძიება უნდა იყოს სრულყოფილი და რაც შეეხება ხა არჩევნებს ბატონო ზაზა, მე ასე ვფიქრობ, რომ აქაც უნდა განისაზღვროს, უნდა განისაზღვროს ეს არჩევის კოლეგიის კრიტერიუმები, იმიტომ რომ ყველამ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა იმ საკუთარ არჩევანზე. არ შეიძლება ახლა დღეს შენ მარტო გამარჯვების ხმისა და ნათესაობის გამო და ხათრის გამო გააკეთო არჩევანი. ჩემი აზრი ასეთია, იმიტომ რომ თუ პირმა არ იცის რას ირჩევს და ვის ირჩევს და რატო ირჩევს, ის არა, აკეთებს ამ კუთხით. ეგ მართალია, მამუკა. მე ამიტომ ვახსენე, რომ თავიდან ეს პროცესიც არ იქნება იმ შედეგის მომტანი, რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ რა თქვენ ბრძანეთ, თუ გამომძიებელს არ ქონდა უფლება, რომ აღძრას საქმე დევნა დაიწყოს, შეწყვეტოს, ვისაც უნდა დაკითხოს, აზრი არა აქვს ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იმიტომ რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი ვრცელდება გამოძიების პროცესზე. გამომძიებელი უნდა იყოს ყველაფერი და მას პროკურორმა არ უნდა მიუთითოს ეს გააკეთე, ეს საქმე შეწყვეტე, იმიტომ რომ პროკურატურა თვითონ ჩემი აზრით, ჩვენი პროკურატურა ჩარჩენილია საბჭოთა კავშირში. აქედან გამომდინარე ძალიან რთულია იმ მენტალიტეტიდან გამოხვიდე. მე ამ პროკურატურასთან მიმართებაში მაქვს ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა, რომ რატომ უნდა არ არსებობდეს ისი პროკურატურა ეროვნულ გმირს ზვიად გამსახურდია სამშობლოს ღალატ დაღუდრის საქმე. ამიტომ როცა ყავს შენ ქვეყანაში პროკურატურა, რომელიც ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადამიანი, უახლეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, კი არა, ყველაზე დიდი ადამიანი სამშობლოს ღალატი დაღუდრა საქმე, აი ეს პროკურატურა მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანას კარგს არ მოუტანს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ხალხს მოусმენს. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ. მე რამოდენიმეჯერ ვთქვი სატელევიზიო ეთერში, რომ როდესაც ადამიანი ფულს იღებ ხმის სანაცვლოდ, შენ იმაზე უარესი ხარ, ვიდრე ცირკთაროდ გეხარ და ტანკს ყიდი. ეს ადამიანი ყველაზე საშინელია, იმიტომ რომ ის ქვეყანის მომავალს ყიდის. ეხლა თუ ჩვენ მაგალითად საქართველოს მოქალაქეებს არ გვაქვს იმის შეგნება, რომ ხმა არ უნდა მივყიდოთ არავის, მაშინ ეს ქვეყანა იქნება მუდმივ ჩაუბში და სამართალი იქნება შერჩევითი. ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში იქნება შერჩევითი, ჩვენთან მიმართებაში იქნება შერჩევითი და ერთადერთი მე სულ ამბობ, რომ ერთადერთი აი დამოუკიდებელი სასამართლოს კონტურა იყო სააპელაციო სასამართლო თბილისის, როცა დავით სულაქვერიძე იყო იქ თავმჯდომარე, რაღაც დაიწყო, მოვიდა სააკაშვილი და გაანადგურა ეგრევე. აი რაღაც დაიწყო. აი ესე უნდა რაღაცა დავიწყოთ ამ ქვეყანაში. აი მამუკა, აი რეზუმე მინდა შენ გააკეთო ამ გადაცემაში. აი რას ფიქრობ, ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა რა არის? ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის, რომ აი ბედნიერი არის, რაც დაგვიწერა ილია ჭავჭავაძემ
ზუსტად არის ჩვენ რა დღესაც რა მტრის ვერ ცნობი და მოყრის ვერ გამგები და ასევე ჩვენმა ერმა თუ არ ისწავლა ბრძოლა საკუთარი უფლებებისათვის და ასევე სხვისი უფლებისათვის ვერასოდეს ვერ დაიცავს საკუთარ უფლებას, რადგან სხვისი დარღვეული უფლების ხარჯზე საკუთარი ბედნიერება არ მიიღწევა. აი ესეთია ჩემი პოზიცია და ეს უნდა გავვითვალისწინებიეროთ. თქვენ აი აქციებზე გეხართ წელიწად ნახევრის განმავლობაში უკვე თითქმის ყოველ დღე და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც დგანან იმ ადამიანების გვერდით, ვისაც დაცვა სჭირდება. ძალიან ბევრი პოლიტპატიმარია ჩემი აზრით საქართველოში. აი მე მინდა ერთ შედარება მოვიყვანო. თქვენ გვახსოვთ პარლამენტის სტომებზე, კიდე სააკაშვილის რეჟიმის დროს, კიდე ივანიშვილის რეჟიმის დროს დეპუტატები ერთმანეთს როგორ ცემდნენ. გახსოვს? კი, ტელევიზიაში. და ავიღოთ მზია ამაღლობელი, რომელმაც თურმე სახეში გაულაწუნა პოლიციას, ხო? აი რატომ არის ივანიშვილის რეჟიმი? როცა ქალბატონი ციხეში გაუშვი შენ ქალბატონი ციხეში გაუშვი და პარლამენტის სტომაზე უყურებთ ჩვენ ადამიანები ერთმანეთს ცემენ და ამაზე საქმეც კი არ გძვრება. ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. აი ბოლო 1 წუთი მე მინდა ტელემაყურებელს მიმართო თავდება ჩვენი აი ბოლო 1 წუთი აი რა სიტყვი შენ გვეშველება ჩვენ რამე? რა თქმა უნდა ხა მე მდგავარ წელიწად ნახევარია ბატონო მერაბ ჩოხუასთან ერთად ბატონი მერაბი არის ზუიად გამსახურდიას მეტროში ხო ეკრია? დიახ რა თქმა უნდა ადამიანი რომელიც იყო ჩვენი ცხონებული ეროვნული გმირის და პრეზიდენტის საგანგებო პოლიტიკური ცხონებული ბედნიერი ვარო მის გვერდში მიწევს მოღვაწეობა ადამიანი რომელიც არის ჩემთვის სიმბოლო ბრძოლისა და შეუპოვრობის და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ იმ ქვეყანაში სადაც მზია ამაღლობელს აკავებენ და მის ერთ დამკავებელს რომ მიტყვიან და ადამიანს ვინაც პროვოცირება მოახდინა ორგანიზებული დანაშაულის ხელმძღვანელად ნიშნავ ეს არის ფსკერი და ამ ფსკერს მოყვება სწორედ როდესაც აღრევა ხდება მცნების და პოლიციელსა და კრიმინალს შორის უკვე სამწუხაროდ ვიღებთ ტოლობის ნიშანს, როდესაც პოლიციელი ქურდული სამყაროს წესებით საქმეს არჩევს თურმე და დღეს აგერ ნახეთ სამარცხვინო ფაქტი, რაც გავრცელდა პოლიციელებმა ერთმანეთში უჩხუბეს, ეგრეთ წოდებული სავარაუდოდ ქურდული სიმღერების შეკვეთის გამო კრიმინალურმა პოლიციამ და პოლიციის თანამშრომლებს მისცა შენიშვნა უნდა ეს გავრცელდა. ძნელია. მზია ამაღლობელის სილა მართლმსაჯულებაზე გაწმული სილა იყო. და სწორედ იმ შერჩევით და უკანონო მართლმსაჯულებაზე შერჩეული სილა და მის ქმედებაში ეს იყო შეურაცხყოფაზე პასუხი და სამწუხაროდ დღეს მთელი ერი არის შეურაცხყოფილი და მე მჯერა და იმის გამოთქვამ რომ ჩვენი ერი ამ ჭაობიდან გამოვაღირსებით. მე მაინც ვთვლი რომ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემაა ბიძინა ივანიშვილი, არ შეიძლება ერთი ადამიანი იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი, ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ყველა მინისტრი ერთად. მეგობრებო, ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება. ჩემი სტუმარი იყო მამუკაიაშვილი, ცნობილი უფლებადამცველი, ადვოკატი, ძალიან ღირსეული ადამიანი. ჩვენ შევხვდებით ერთ კვირაში, კარგად ბრძანდებოდეთ. ეს იყო საავტორო გადაცემა ზაზა ხატიაშვილის არასამართლიანი სასამართლო, კარგად ბრძანდებოდეთ.